მე მინდა შემოგთავაზოთ შემოდგომისთვის და ოქტომბრისთვის ყველაზე დამახასიათებელი კერძი, რომელსაც ქვია ოქროს გოგრა. გოგრა იმიტომ რომ დამახასიათებელია შემოდგომისთვის და ოქტომბრისთვის, ოქრო იმიტომ რომ ყველაფერი ოქროსფერია, ყველაფერი ცეცხლისფერია ამ პერიოდში. ამასობაში კი დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. ჩვენი დღევანდელი ოქროს გოგრისთვის და ოქროსფერი კერძისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. რა თქმა უნდა, ეს არის გოგრა, პირველ რიგში. ლამაზი და ოქროსფერი საყვარელი გემრიელი გოგრა, მწვანე ვაშლი, ქიშმიში, გარგრის ჩირი, მიწის თხილი, ნიგოზი, ჩვეულებრივი თხილი, ნუში და თაფლი აუცილებლად. თაფლი, რომელიც გამოგვიგზავნა ჩვენმა მეგობარმა თაფლიშინ. თაფლიშინ ესე ქვია, ნატურალური თაფლია, როგორც წაბლის, ასევე მაისის თაფლი. და რა თქმა უნდა, მხიარული განწყობა. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის რომ აუცილებლად თავი უნდა მოახერხოთ გოგრას. ისე უნდა მოახერხოთ, რომ მერე დახურვა გაგვიადვილდეს. დავიწყოთ მოხერხვა. ესე კარგად მიყვება ჩვენი გოგრა. აჰა. ლამაზი საყვარელი გოგრა. თავი ცალკე შევინახოთ და აუცილებლად უნდა ამოვწმინდოთ შიგ თავს. და ორიგინალური სახელი ქვია ოქროს გოგრა. აი, ჩვენი ოქროსფერი გოგრაც ამოვწმინდოთ. მეგრული ჯიშის გოგრა არის. ცეცხლის გიზგიზებს, ამლიც კვაწუხებს. გოგრაც ამოვასუფთავეთ. ეხლა ცოტაოდენი წყალი უნდა ჩავასხათ ჩვენს ქვაბში. თავისი სპეციალური ორთქლის სახარში გვაქვს და თავდაღმა უნდა მოვაქციოთ ქვაბში გოგრა და გვერდით მივუდებთ. ძალიან ცოტა წყალს ჩავუსხამ და გვერდით მივუდებთ თავსაც, რომ ერთად მოიხარშოს. აი ესე. სასურველია ბოლომდე არ მოვხარშოთ, იმიტომ რომ მე რასაც ამოვიღებთ ის ყველაფერი უნდა მოვხალოთ ცალკე, უნდა ჩავყაროთ და მე უნდა შევახვიოთ ფოლგაში, რომ ღია ცეცხლზე ჩავდოთ. ამიტომ ბოლომდე არ მოვხარშავთ, მე იქ ფოლგაში კიდევაც მოიხარშება თან და კიდევაც შეიბრაწება გემრიელად. ეხლა შევუნთოთ ცეცხლი, რომ ცალკე ცეცხლის კერაც გამოვიტანოთ მე ტაფისთვის, სადაც მოვხალავთ ჩვენს ინგრედიენტებს, თხილს, პირველ რიგში ნიგოზს, ნუშს და ნელ-ნელა გავალამაზებთ ჩვენ ოქროს გოგრასაც. ჩვენ ღია ცეცხლზე დავდგათ ტაფა, სადაც ჩავაყრით თხილს, მიწის თხილს და ნიგოზს. უნდა მოვხალოთ ესენი ცალკე და ეს ყველაფერი მე უნდა შევურიოთ ჩვენს გოგრას. მოკლედ, ჩვენ ვხალავთ ეხლა ნუშს, ნიგოზს, მიწის თხილს და თხილს. მოვურიოთ, რომ არ დაგვეწვას. ოდნავ როგორც კი შევატყობთ, რომ შეწიწლდება, ან კანი გასწვრივდება, გადმოვიღებთ და დავამზადებთ, დავჭრით, დავშვნით, ცოტა მოძილ ნაჭრებად, რომ ჩავაყაროთ ჩვენს გოგრას.
მანამდე კი შევუნთოთ 4 ქლისთვის. აჰა, 4 ქლის კარგად აქ. ნიგოზი, თხილი, მიწის თხილი, ნუში, აი ეს ჩირი, გარგრის ჩირი, ის ქიშმიში ეს ყველაფერი და მწვანე ვაშლი ეს ყველაფერი ასოცირდება შემოდგომასთან. ეს ყველაფერი ასოცირდება ოქტომბერთან და ზუსტადაც რომ დროული კერძი გამოგვივა და მოდი დღეიდან დავარქვათ ამ კერძს ტყის დესერტი. ტყის დესერტი ოქროს გოგრა. კარგია. მანაც დაიწყო მობრაწვა. მოკლედ, ნიგოზი, თხილი, ნუში უკვე მოიხალა. გადმოვყაროთ. და გავაცალოთ კანი. გავაცალოთ კანი ჩვენს მოხალულ თხილს და ნიგოს და მის საძმოს. ესე ჩავყაროთ. ნიგოს როგორც კი გამოშრა და როგორც კი შეწითლება დაიწყო, ეგრევე ავიღეთ. ნიგოზიც გამოშრა შიგნიდან და აი ეს გემრიელი კერძი, ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო, მე მინდა რომ ყველამ გასინჯოთ, ყველამ გააკეთოთ. საერთოდ არ არის რთული. წარმოიდგინეთ ახლა შემოდგომის საღამოა რა. შემოდგომის საღამოა 7. და ადექით, წახვედით სასეირნოდ, პიკნიკზე თუნდაც აი ესეთ ლამაზ გარემოში თქვენს მეგობრებთან ერთად და მოდი გავიფიქრებ რა, ვითომ გაიფიქრე. მოდი ერთ გავაკეთებ ის სერბადრიმ რო შემოგთავაზა იმ ტყის დესერტსო რა, ოქროს გოგრასო. აიღებ ოქროს გოგრას, ანუ კარგ ყვითელ ლამაზ გოგრას. იმ ხელას რამდენი შენი მეგობრები არიან და რამდენსაც გეყოფათ. წამოიღებ, ჩაიგდებ ჯიბეში, ჩაიყრი თხილს, ნიგოს, ნუშს. აი, ხო არაფერი არ არის ამ პერიოდში რთული. ხო ყველაფერი ბევრი მოიპოვება ამ პერიოდში და წარმოიდგინე წამოიღე ეს ყველაფერი. და რა უნდა მომზადებას არც არაფერი. მოაჭრი თავს, ამოასუფთავებ, მეგობრების დახმარებით დაანთებ კოცონს, კარგ მაგარ ცეცხლს დაანთებ, დაადგამ, თავს მოაჭრი, ამოწმინდავ, დადებ 4 ქლით და ამ დროს რა უნდა გააკეთოთ მე გეტყვი. ამ დროს ეთყვი თქვენს მეგობრებს, სერბადრის გემოლოგი თუ გაქვთ, აბა გამოწერილი თქო? ხო და თუ აქვთ ჩაართვევიებ აუცილებლად ამ ვიდეოსაც აყურებიებ, სხვა ვიდეოებსაც აყურებიებ. და თუ ვინმე არ იცნობს სერბადრის და გამოწერილი არ აქვს, აი მანდ უკვე შენ თავზე უნდა გაბრაზდე. და რაზნარევი ტონით უნდა მიხვიდე შენს მეგობართან, თან შენს მეგობარზეც უნდა გაბრაზდეს, იმიტომ რომ ამდენი ხანი რო არაა გამოწერილი. გამოაწერინებ, დაალაიქებინებ, იქვე კომენტარსაც დაატოვებინებ და წარმოიდგინე რამდენი რაღაც კარგი კეთდება. აქეთ შენ ტყის დესერტს აკეთებ, იქით სერბადრის გემოლოგის გვერდს იწერ, როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე და TikTok-ზე. მოკლედ, ყველაზე მარტივია და ამასობაში გამზადდა ჩვენი ოქროს გოგრაც. ოქროს გოგრა, რომელიც აი მართლა უხდება ამ პერიოდს. ხო, კი, აი რა დამავიწყდა, აი ხა კიდე, აი არ დაგავიწყდეთ აუცილებლად. აუცილებლად უნდა იქონიოთ თან, წერან მე არც მithქვამს, მაგრამ წამოღებული მაქვს შავი ღვინო. შავი ღვინო, რომელიც ძალიან უხდება გოგრას. პირველ რიგში გოგრას ხო უხდება, მე ტკბილეულს უხდება და ორივე ერთად წარმოიდგინე რა მაგარი იქნება წითელ ღვინოსთან და მე მაგარი წითელი ღვინო მომაქვს. თან დავასხამ, ცოტას მოვწრუპავ. აჰა. ეს ღვინო საჩუქრად მომართვა ბატონმა მურადი ყაყიდაშვილმა გორიდან, თავისი მარნიდან. წარმოიდგინეთ, ეხლა რამხელა ისტორია მოვყევი.
ჩავხედოთ, ვახშენ გენაცვალე. ვახშენ გენაცვალე. შეხე. ეხე. კარგია, ერთი წამით. გავსინჯოთ აბა. შენ თავსახური გავუსინჯოთ. ოჰო, კარგად წამოსულა. 1-5 წუთი დავაცადოთ. ამასობაში დავჭრათ. ჩვენი გადარჩეული და კან გაცლილი თხილი, ნიგოზი ასე სკლად დავჭრათ. აი ესე 4-ხად გემრიელად რო შევხვდეს მირთმევის დროს ჩვენი ოქროს ესეც ასე, ეს სადაც შეიძლება რომ დავამტრიოთ თხილი ზომიერი ნაჭრები გვინდა რომ გემრიელად მოხვდეს მირთმევის დროს. ავიმარჯოს. ვა. მაგალითად ასევე აუცილებლად უნდა დავჭრათ გარგრის ჭირი. აი დაახლოებით ეს რაოდენობა, ბევრი აღჭირდება. 4-ხად. მოვაყაროთ ქიშმიში და დავჭრათ 1 ცანი მწვანე ვაშლი. კუბიკებად. მწვანე ვაშლი იმ სიტკბოს, იმ თაფლის სიტკბოს ყველაფერს ცოტა სიმჟავეს რომ ისცემს, უფრო გემრიელი იქნება. თავის კანიანად დავჭრათ, ესე. და ამ ყველაფერს მე გოგრაში რო ჩავყრით, უნდა მოვასხათ თაფლი ცოტა დიდი რაოდენობით, ანუ არ უნდა დავინანოთ თაფლი, იმიტომ რომ თაფლი არის ისეთი ინგრედიენტი ამ კერძში და ამ დესერტში, რომ ამ ყველა ინგრედიენტის მრავალფეროვან გემოს აი ერთიანად შეკრავს და აი მერე იქნება სუპერ არომატის და ამიტომ თაფლი არასოდეს არ უნდა დავინანოთ. და თაფლი კი გვაქვს აგერ ჩვენს თაფლის შინ ნატურალური თაფლი წალენჯიხიდან. ეხლა კი ამოვიღოთ ჩვენი გოგრა, ისე რომ ხელი არ დაგვეწვას. უკვე მივიდა ინდონემდე რომ ოჰოჰოჰო, აი თავსახურით როგორ კოხტად მოიხარშა. ოქროს გოგრა ჩვენთან არის. აჰა. კარგია. მოკლედ ეხლა ჩემო ძვირფასებო გავხსნით თაფლის შინის მოთმეულს თაფლს და აი გაჩვენებთ რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ესე ჩავასხამთ. აჰა. კი ბატონო, ეს ჩასხმული თაფლი აუცილებლად უნდა ამოუსვათ კედელზე. ყველა კუთხეს უნდა მისწვდეს, ყველა კუთხე უნდა დაატკბოს. აი ესე. ოჰო. და კულმინაცია ჩვენი ოქროს გოგრის და ჩვენი ტყის დესერტის ეს არის, ჩემო კარგებო. ჩავაყრით აუცილებლად ჩვენს მომზადებულ ინგრედიენტებს. აი ესე. კარგი ბლომა წავიდა. ოჩახ. ესე ჩავტენოთ. ბევრი რო გამოვიდეს და გემრიელი. თავზეც უნდა მოვასხათ, თქვენ წარმოიდგინეთ თაფლი. და ჩვენი ნატურალური თაფლი, ეგეც თავზეც არ დავინანოთ. ესე ნელა, ქვევით გაუჯდება. აჰა. კარგია.
აი ხა დაგვჭირდება ჩვენ ფოლგა. აბა ფოლგა. აი ესე დავაფინოთ. აქ შეიძლებოდა შენი რეკლამა ყოფილიყო. და გაითვალისწინე. აი ესე. და დავდებთ ჩვენს ოქროს გოგრას. დავაფარებთ თავსახურს. აბა კარგად ეფაროს. და აი ესე კოხტად, თბილად, ლამაზად გადავახვევთ ფოლგაში. და დაასრულებს მოხარშვას, მოხალვას, ყველაფერს ერთად თაფლთან და ინგრედიენტებთან ერთად ღია ცეცხლზე. და აუცილებლად უნდა დავდგათ ნაკვეთშხალზე. აი ესე ჩავდებთ. აი ესე. ოჰო. კარგია. ვაყაროთ ნაკვეთშხალიც. და დაველოდოთ, აი ამას სჭირდება აქიდან დაახლოებით 10-15 წუთი, მაქსიმუმ 15 წუთი. მეტი არა. მოკლედ სანამ გამზადდება დაველოდოთ. ტყის დესერტი, ჩვენი ოქროს გოგრა. გავსინჯოთ უკვე, გამზადდა წესით და რიგით ყველაფერი. მოჩენილი აქვს ჩვენს ძვირფას დესერტს. აბა შემოვხსნათ ფოლგა. აბა ავხსნათ. ოჰო. თან დაბრაწულის სუნიც აქვს. თავისთავად მოხარშულია და ოხ შენ გენაცვალე ღმერთო ჩემო. რა არომატი ამოდის და რა სიტკბოება ამოდის. გავტენეთ ბოლომდე შიგთავსით. ბოლომდე. ხო, შეხედით. მოდი ახლოდან ნახე, აბა თაფლის წვენს შეხედეთ, თაფლის წვენს. შეხე. ვახ შენ გენაცვალე რა. ვახ შენ გენაცვალე. აი ამის ჭამაც ესე ხდება მოკლედ რა. ჩამოვაჭრით კედლიდან გოგრის მოხარშულ ნაწილს, შიგთავს, შიდა ნაწილს და ამოუსვობთ თაფლის არომატით. ვაჰ, რაღაცა თქვენსკენაც უნდა მოდიოდეს წესით არომატი. Ой, ну как-то. Ау. Шауруйно. Вошли. შენ გენაცვალე, შემოდგომავ. კიდე მინდა. კიდე გავსინჯავ. შემოძვით პასლებო. შევინახოთ თბილად. ჩვენს მეგობრებსაც გავასინჯოთ. როგორც ხედავთ, ძალიან ნატივი მოსამზადებელი ყოფილა და სასწრაფოდ გაქვს თქვენს მოსამზადებელი და იცოდეთ არ დაივიწყოთ. მე მინდა ყველას დოვლათიანი შემოდგომა გისურვოთ. ყველას ჯამთელი შემოდგომა გისურვოთ, ჯამთელი ცხოვრება მინდა გისურვოთ და აი ლამაზი ფერებით გესხოვდოთ ყოველთვის. და ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, თქვენი კომენტარებით, თქვენი აქტიურობით, ჩემი არხი ცოცხლობს, ჩემი არხი იძენს სრულფასოვან და ჩამოყალიბებულ არხის სახეს. ამიტომ იაქტიურეთ, კომენტარები დაწერეთ, მოგწერეთ, რა კერძი გიყვართ შემოდგომის, რა კერძს ამზადებთ, გაამზადეთ თუ არა ჩემნაირი კერძი და
როგორი გამოგივიდათ? მიგვიწვიეთ თქვენთანაც, თქვენს საყვარელ გარემოში, თქვენს აი იმ კოხტა გარემოში ერთად გავამზადოთ თქვენი საყვარელი კერძები და აი ეს ღა დაგვრჩენია, რომ ერთად ვიყოთ და მხიარულებაში ვიყოთ ყოველთვის. დალაიქეთ, გამოგვიწერეთ და თქვენ გაგიმარჯვოთ. ჭირიმე შენი. უფ. გადია ძმა. ეხლა თუ არ გამაჩერებ, თქვენ არ დაგიტოვეთ არაფერს.